სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრ დელტას კიდევ ერთი პროდუქცია. პირველი ქართული მსხვილკალიბრიანი შაშხანის ბედეშების შემოკლებული ვერსია სპეციალურად დროს მაყურებლისთვის. რა ტიპის სნაიპერული შაშხანა იწარმოება ქართულ სამხედრო მრეწველობაში და როგორია მისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები, ნახეთ გიორგი წეროძის სპეციალურ რეპორტაჟში. სამხედრო შეგონება ნომერი 1. არასოდეს გაექცე სნაიპერს. შენ ამ დროს დაღლილი მოხვდები. მით უმეტეს, თუ მისი შაშხანის კალიბრი 12.7 მმ-ია. სნაიპერი კარგად მომზადებული პროფესიონალი მსროლელია, რომელიც მტერს წინასწარ შერჩეული შენიღბული პოზიციიდან ესვრის. სნაიპერული შაშხანიდან გაკეთებული ერთი გასროლა კი ერთ მკვდარ მოწინააღმდეგეს უდრის. ოპერაციის სპეციფიკიდან გამომდინარე სნაიპერები სხვადასხვა კლასისა და კალიბრის შაშხანას იყენებენ. თუმცა მსოფლიოს მასშტაბით ბოლო დროს განსაკუთრებული ყურადღება მსხვილკალიბრიან, ეგრეთ წოდებულ ანტიმატერიულ შაშხანებს ეთმობა. მსხვილკალიბრიანი შაშხანები დიდ დისტანციაზე განსაკუთრებული ეფექტურობით გამოირჩევიან. ოფიციალური მონაცემებით ბოლო პერიოდში დადასტურებული საუკეთესო შედეგები შორმანძილზე სროლაში სწორედ მსხვილკალიბრიან შაშხანებს ეკუთვნის. რაც შეეხება უკანასკნელ რეკორდს, რამდენიმე თვის წინ ავღანეთში ავსტრალიური სპეცდანიშნულების რაზმის წევრმა ამერიკული წარმოების ბარეტ M82 AR-ის ტიპის ანტიმატერიული შაშხანით თალიბანის საველე მეთაურის ლიკვიდირება 2815 მეტრის სიშორეზე მოახდინა. გაიცანით, ეს ქართული წარმოების მსხვილკალიბრიანი შაშხანა პედეშეპია. მისი წარმოება 2 წლის წინ დაიწყეს. დღეს კი საბოლოო ვერსია ასე გამოიყურება. 12.7 მმ კალიბრის სნაიპერული შაშხანა სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ დელტაში 2013 წელს შეიქმნა. მასზე გამოიყენება საბჭოთა სტანდარტის 12.7 მმ კალიბრის ვაზნები. გამოცდებისას შაშხანამ სიზუსტის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გამოავლინა. შაშხანის მჭიდში 6 ვაზნა ეტევა. მისი ეფექტურობის რადიუსი 1800-2000 მეტრია. ბრძოლით წარმოდგენილი შაშხანა არის სროლის მანძილი გახლავთ 1800-2000 მეტრი. ასევე როგორც თქვენ ხედავთ არის ბულპაპის ტიპის. ჭიდში არის შესაძლებელია ჩალაგდეს 6 ვაზნა. ასევე მას გააჩნია ზემოთ ეგრეთ წოდებული პიკატინის თამასა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია დავაყენოთ როგორც ოპტიკური სამიზნე, ასევე ოპტიკური სამიზნის წინ შეგვიძლია დავაყენოთ ღამის ხედვის ხელსაწყო. წონა გახლავთ 14 კილოგრამამდე ჩალაგებული ვაზნებით. პედეშეპეს კიდევ ერთი დამოკლებული ვერსია ფართო საზოგადოებისთვის ამ დრომდე არ იყო ცნობილი. ბულპაპის სისტემის შაშხანა ცალკეული გასროლებისთვისაა გათვალისწინებული. ეფექტური სროლის რადიუსი კი 1000-1200 მეტრია. მეორე ვარიანტი გახლავთ ცალკეული სროლებისთვის, მას არ გააჩნია მჭიდი. ასევე როგორც წინა ვარიანტს, აქ შეგვიძლია დავაყენოთ ღამის ხედვის ხელსაწყო. მოცემული შაშხანა მუშაობს 1000-1200 მეტრ მანძილზე. მსხვილკალიბრიანი შაშხანები როგორც ანტისნაიპერული მიზნებისთვის, ასევე მოწინააღმდეგის მსუბუქად შეჯავშნული ტექნიკის, კავშირგაბმულობისა და რადიოლოკაციური სისტემების დასაზიანებლად გამოიყენება. ამ დრომდე ქართულ არმიაში მხოლოდ ბარეტისა და მაკმილანის ტიპის ანტიმატერიული სნაიპერული შაშხანები გამოიყენებოდა. ერთად გამოიყენება მსუბუქად შეჯავშნული ტექნიკის გასანადგურებლად, აგრეთვე ბრძოლის ველზე ისეთი ტექნიკის გასანადგურებლად, რომელიც არ არის ან მსუბუქად არის შეჯავშნული და ასრულებს საკმაოდ მნიშვნელოვან როლს. მაგალითად, კავშირგაბმულობის ფურგონები, ესე იგი რადიოლოკაციური სადგურები, შეჯავშნული მანქანები, აი თქვენ ახლა ყირიმში ოკუპაციის დროს ხედავთ ხშირად აი აბრონე ავტომობილ ტიგრს, აი ეგეთი ჯავშნ ტექნიკის დასაზიანებლად და გასანადგურებლად გამოიყენება ეს მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა. სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები როგორც ბალისტიკის, ასევე შაშხანის დიზაინის მიმართულებით. მსხვილკალიბრიანი შაშხანების გარდა დელტა კიდევ რამდენიმე ელემენტს აწარმოებს. უახლოეს პერიოდში კი ბაზარზე ქართული წარმოების პნევმატური იარაღიც ჩაეშვება. კეთილსასროლი იარაღის ადგილობრივი წარმოება, ეს არის ფაქტიურად პირველი ნაბიჯები წარმატებული და მომგებიანი სამხედრო წარმოების შექმნისა საქართველოში. იმიტომ რომ ეს არა მარტო ეროვნული სიამაყის
სიმბოლოა, ესე ვთქვათ, არამედ იმ ხარჯვადი მატერიალის და იმ სტრატეგიული რესურსის ადგილობრივი წარმოებისა, როგორც არის პირადი დაცვის საშუალებები, მცირე კალიბრიანი საიარიშო და თავდაცვითი საშუალებები და ასე შემდეგ. ქართულმა იარაღმა ყველა ტესტი წარმატებულად გაიარა. სახელმწიფო დაკვეთის შემთხვევაში შესაძლოა უახლოეს პერიოდში ქართულ არმიაში უცხოური ანალოგების მაგივრად მსხვილკალიბრიანი პდშპ გამოიყენონ.